შეიძლება? მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც კარგად ახსოვს საბჭოთა კავშირი და რკინის ფარდა, რომელიც ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს ერთმანეთისგან ყოფდა. ჩემთვის ეს პროცესი საბოლოოდ 24 თებერვალს დამთავრდა, როდესაც პატივი მქონდა ხელი მომეწერა საქართველოს სახელით, საქართველოს ევროკავშირის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად გახდა წევრი კრეატიული ევროპის. ეს პროგრამა არის შექმნილი კულტურის და მედიის მხარდასაჭერად და არის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის შექმნილი და ხელმოწერის მომენტისთვის ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ამ პროგრამას ოფიციალურად შეუერთდა. პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს შორის პოპულარული არის ორი ფრაზა. პირველად საქართველოში და ექსკლუზიურად. ამ შემთხვევაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ექსკლუზიურად კულტურის სფეროში ჩვენ საშუალება გვეძლევა ახალი იდეები წარმოვაჩინოთ, ახალი ინიციატივები განვახორციელოთ და ახალი პარტნიორები ვიპოვოთ ევროკავშირის ქვეყნებში. ამ პროგრამაში ჩართვა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ენაზე ვსაუბრობ და იმ იზღირებულებები გვაქვს, რაც ევროკავშირის სხვა 28 ქვეყანას. მახსოვს, როდესაც თბილისში ცენტრალურ ქუჩებზე გაჩნდა წარწერები კულტურა გვშია. ამ პროექტის ავტორები ახალგაზრდები იყვნენ და მე მჯერა, რომ ამ რესურსს პირველ რიგში ისინი გამოიყენებენ, ხოლო ჩაკეტილ სივრცეზე და რკინის ფარდაზე მოგონებები სახელმძღვანელოების ისტორიის სახელმძღვანელოებში ამოვიკითხავთ მხოლოდ ამის შესახებ.